გამარჯობათ მეგობრებო, ამ ვიდეოს ნახავთ და რეკომენდებულია ეხილოთ მისი წინამორბედი ვიდეო, სადაც შემოგთავაზებთ თუ როგორ დავაჯამოთ მხოლოდ კამპიუტერული მონაცემები. ამჯერად კი გაჩვენებთ იმ ნიუანსს, რომელიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ფუნქცია subtotal-თან მუშაობის პერიოდში. მაგალითად, თუ ჩვენ გადავწყვიტავთ ხელით ჩავმალოთ გარკვეული რაოდენობის სტრიქონები, ნახავთ რომ როგორც ფუნქცია sum, ასევე ფუნქცია subtotal არ განაახლებენ თავიანთ შედეგს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ ჩვენ ჩამოშლით ფუნქციათა ჩამონათვალს, რომელიც მოცემულია subtotal-ის პირველ არგუმენტში, ნახავთ რომ ერთი და იგივე დასახელების ფუნქციები მეორდება როგორც 1-დან 11-მდე ნუმერაციებში, ასევე 101-დან 111-მდე ნუმერაციებში. მათ შორის განსხვავება გახლავთ ის, რომ 1-დან 11-მდე ნუმერაციის ფუნქციები მუშაობს მხოლოდ ფილტრთან და ფილტრის მიერ ჩამალულ მონაცემებს არ ეკავენ, ხოლო 101-დან 111-მდე ნუმერაციის მქონე ფუნქციები მუშაობენ როგორც ფილტრთან, ასევე ხელით ჩამალულ მონაცემებთან. ამის საილუსტრაციოდ ნაცვლად ცხრიანისა ავირჩიოთ 109 ნუმერაციის მქონე ფუნქცია sum და ნახავთ რომ უკვე ფუნქცია subtotal-მა აღიქვა ჩვენს მიერ ხელით ჩამალული სტრიქონები და მოგვცა ამ სტრიქონების ჩანაწერების გამოკლებით მონაცემთა ჯამი. და თუ გადავამოწევთ მუშაობს თუ არა ფილტრთან, შეგვიძლია ავირჩიოთ კრიტერიუმად რომელიმე თვე, დავუშვათ იანვარი და ნახავთ რომ კვლავ განაახლა მონაცემები. ჩავმალოთ ხელით რამდენიმე სტრიქონი და ასევე შეიცვალა ფუნქციამ თავისი მნიშვნელობა. ეს გახლავთ ის ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როდესაც მსგავს პრობლემებთან მოგვიწევს შეხება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ მოგწონთ ჩვენი შემოთავაზებული ვიდეოები, დაგვიმეგობრდეთ Facebook-ზე, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რათა პირველებმა იხილოთ საინტერესო სიახლეები. მადლობა ყურადღებისთვის.